მოკლედ, მოგესალმებით ყველას, მე ვარ PM-ჯინკა. დავბრუნდები YouTube-ზეც და ასევე Brawl Stars-ში, თქმა უნდა, იმიტომ რომ Brawl Stars-დან ასე წასვლას ვაპირებდი, მეგობრებო. და დავბრუნდი, რადგან რამოდენიმე ადამიანმა დაწერა მართლაც რომ დავბრუნებულიყავი. დავბრუნდები და მინდა რომ მოკლედ მიახლოებით ამ წლის დასასრულში მაინც ავიდეთ 1000 გამომწერზე, რა თქმა უნდა. ძალიან ახლოსაც არა ვართ, მაგრამ მიახლოებით ახლოს ვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვართ 741 გამომწერზე ახლა და მოკლედ გვაკლია მიახლოებით ასე რომ ვთქვათ 259 გამომწერი, თითქმის 260 და ნუ თუ 740-ზე ავედით 260-აც მოვემატებთ. ასევე ვიცი რომ რამოდენიმე თქვენგანი ძალიან ბევრი ვიდეოებს უყურებთ ჩემსას, მაგრამ არხი არ გაქვთ გამოწერილი და მოკლედ შეიძლება ფიქრობდეთ რომ გაქვთ, მაგრამ აი ახლა შეამოწმეთ და თუ არ გაქვთ გამოიწერეთ. და თუნდაც გამოწერილი გქონდეთ, ზოგ ადამიანს YouTube უქმნებს გამოწერას, იგლიჩება ასე ხოლმე და შემოწმეთ თქვენ ხომ არ გიგიუქმეთ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა კი გადავინაცვლოთ უკვე ვიდეოზე. მოკლედ ახლა შევდივართ ჩვენ პირველ მატჩში და აი ახლა რა ბრაულერითაც ვთამაშობ, მინდა რომ ეს ბრაულერი მიახლოებით 750-ზე მაინც ავიყვანო, ან 1000-ზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე კაი ბრაულერია ჩემი აზრით, ერთ-ერთი კაი ბრაულერია. და ახლა განახეთ რატომ. მოკლედ კოლონელ რავსი არა მარტო კედლებიდან იცხრატავს ტყიებს, აი როგორც ხედავთ, არამედ მისი ტყიები შუაზეც კი იყოფა, აი ასე ჩვეულებრივ შუაზე იყოფა და ძალიან ძნელია ამის აცილება, ასევე გაქვთ სამკედლიანი დაცვა, რითიც შეგიძლიათ თავი აერიდოთ ნებისმიერ ამისგან, შორსროლებისგან, ასევე ბევრი რამისგან და აი როცა ამ რაღაცს აკეთებთ, ნუ უფრო შორს ისვრით. ანუ ნორმალურად აი ამ კედლის მერე ვეღარ ვისვრი, მაგრამ როგორც ხედავთ, აი ამას როგორც ვეორტყავ, კედელზე ძალიან მაღლა ხდება რა. ამიტომ მოკლედ მშვენიერი ბრაულერია ეს, არა აქ სურჯისგან დაცვა შეგვიძლია გაჯეტები რო ჩავდგა და მოკლედ ვაპირებ რომ ძალიან ბევრ 1000-ზე ავიყვანო. მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება ჩემი ასე რომ ვთქვათ დაწყებული ესეთი რაღაც, ხა ეს კოლონელი ავიღოთ ეს და ჩავდგათ გაჯეტები აქ. ასე მეთქმა მაინც გაჯეტები, რომ თავი რაღაცებისგან დავიცვათ. და მოკლედ აი ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბრაულერი ასევე. მოკლედ არ არის ჩემი ანუ საყვარელი ბრაულერი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი საყვარელი ბრაულერი არის, რა თქმა უნდა. ასევე ვაპირებ რომ სკინი ვუყიდო შერიფ რავსის. მოკლედ ბოლოში ხალხო აქ ვიდეოს მოჭრა მომიწევს, მაგრამ აქ მირაშოვს უკვე ბიბი აუწმა. არა და მოვიგებდი რა. იმენ ამ ბიბის ბრალია. მოკლედ როგორც აინახეთ ბოლოს ძალიან შემფუშეს, მაგრამ არა უშავს. კიდევ ერთი მატჩი დავიწყოთ და ვნახოთ რა მოხდება ახლა. ასევე სანამ თამაში დავიწყებდეთ, ლუმი უკვე ავიყვანა 632-ზე. აი როგორ გადმოვინაცვლეთ ჩვენს მეორე მატჩზე, ვნახოთ რა მოხდება. ძალიან კარგი ბრაულერები არიან, როგორც ხედავთ. კიტიმა კაუნტერებს და შეიძლება მეგიც ქროუზე დარწმუნებული არ ვარ. იმიტომ რომ რავსის მეინი არ ვარ და ესე კარგად არ ვიცი ვინ კაუნტერებს და ვინ არა. ასევე მინდა რომ მორტიზე ავიყვანო 1200-ამდე და ვინც კაი მოთამაშეები ხართ, TikTok-ზე მომწერეთ, PM-ჯინკა მაწერია იქაც ჩვეულებრივ. და დამეხმარეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანის დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებ ამას და ისეთი ვინმე დამატებული არ მყავს, ვინც ესე კარგად თამაშობს და დამეხმარება. ამიტომ ისეც შეგიძლიათ დამეხმარეთ რა მეგობრებო. ამიტომ სანამ ახლა შანსი გვაქვს აქ მეგი მინდა რომ გავანადგურო. და ასევე გაჯეტები ჩავდგა, რადგან მე არ გამარტყას და სუპერი ჩემგან არ აივსოს. ეს მეგი ძალიან გაძლიერებული ჩანს, ამიტომ მოკლედ ამასთან ესე ხუმრობა არ ღირს. მოკლედ როგორც აინახეთ, ქრომ შეცდომა დაუშვა და გავიდა ცენტრიდან. ახლა ცენტრშიც აღარ შემოუშვებ და ასევე შევფუშავ კიდეც. ახლა უეჭველი ჩახტომა მომუნდება. ყველა ქროუმ ასეთია. უეჭველი ჩახტომა, მაგრამ არ ვიცი თუ გაბედავს და დამახტება. ასევე რო არ გავისკოთ და არ დამახტეს, ცოტა უკან გამოვიწევი. ასევე მაღლა მეორე ქროუა, რომელიც აფუშოთ შეუძლია ამ ქროუს და მაგრამ მე მფუშავს. ამიტომ მე კიდე იმ ქროუს გავფუშავ. ხსად არის აქ ქროუ. უკვე გაიქცა. მაინც და მაინც მე გამარტყა. არა უშავს. მაინც მოვიგეთ. მეგობრებო, რენდომ სტარტოპიდან მითიქი დავაგდე და გაფუჭა მითიქი სტარტოპმა ყველაფერი. მოკლედ დღეს ამინდა დიდი ვიდეო გადავიღო უბრალოდ
მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა თქვენთვის და ლაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და კომენტარით და ასევე TikTok-ზე მომწერეთ, თუსაც დახმარება შეგიძლიათ. გთხოვთ მეგობრებო და ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და კომენტაროთ. გამშვიდობებით ყველას. შემდეგ ვიდეომდე.